დავიწყებ მით რომ მადლობას გადაგიხდით დაინტერესებისთვის, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და პლატფორმა, რომ ადამიანებმა გაიგონ ის, რაც არის რეალობა და ის, რაც არის სიმართლე. და მინდა აქვე ჩემი საუბარი დავიწყო იმით, რომ არავის არ აქვს უფლება წამართვას, შრომის უფლება და წართვას ნებისმიერ ჩვენგანს, ვინაიდან ჩვენ ღირსეულად მუშაობთ, საქმიანობთ, გვაქვს უნარი ვიმუშაოთ, ვიშრომოთ და უფლება არავის აქვს, რომ მე ჩემი შრომით მოპოვებული სამსახური წამართვას. რაც შეეხება ჩემ საქმიანობას, დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 11 წლის მანძილზე მუშაობდი თბილისის მერიაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და შემიძლია ვთქვა თამამად, რომ მიუხედავად იმისა, არ მიყვარს ამ სტატუსით აპელირება, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად, პირიქით, მაქსიმალურად მეტს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი სტატუსი ყოფილიყო შეუმჩნეველი და ბევრად მეტი გამეკეთებინა და გამომდიოდა კიდეც და დღესაც გამომდის და გამომივა მომავალშიც, ვინაიდან ზოგადად მე ვარ ადამიანი, მებრძოლი ჯარისკაცი რიგითი, რომელიც ყოველთვის იბრძვის, რომ მქონდეს უკეთესი მომავალი, წარმატებული კარიერა და აკეთოს ის საქმე, რაც ძალიან უყვარს და ემსახუროს თავის ქვეყანას. 11 წლიანი სამუშაო გამოცდილებით აღმოჩნდა ის, რომ თურმე ეს სტაჟი და გამოცდილება არაფერს ნიშნავს, უბრალოდ დამიგროვდა ეს წლები. ეს მინდა ციტირება მოვახდინოთ ჩემი უფროსის ეკატერინე ბილანიშვილის სიტყვები, რომელმაც ასე მითხრა, რომ ეს უბრალოდ წლები დაგიგროვდა და გავაგრძელებ იმით, რომ სწორედ ევროინტეგრაციის პეტიციაზე, მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერა გახდა დევნის მიზეზი. და მე გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ორი სახის დევნა ხორციელდებოდა თბილისის მერიაში, ეს იყო გათავისუფლება და დამცირება. დამცირება რა არის? დაქვეითება, ჩემ შემთხვევაში მოხდა დაქვეითება, დამცირება და ჩემმა უფროსმა ასეთი აი თან დღეს ძალიან აქტუალურია, იცით, აი ეს სიტყვები, აი გაოგნებული ვარ. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ თბილისის მერიას არ აქვს შესაძლებლობა სხვა შშმ პირებს მოუმატოს ხელფასი და ამიტომ შენ უნდა დაგაკლოთ. ნუ აი წარმოუდგენელი იყო ეს ფრაზა ჩემთვის, ანუ კარგად ხედავთ ახლა როგორი შესაძლებლობაც აქვს თბილისის მერიას, ანუ არ ვიცი, სიტყვების ზედმეტია. და კი, შემდეგ იყო ასევე განმარტება ის, რომ გაგიმართლა და არასწორად იღებდი ხელფასს. აი წარმოდიახ, აი ეს მითხრა ჩემმა უფროსმა ეკატერინე ბილანიშვილმა და სწორედ ეს ნათქვამი მეტყველებს იმაზე, რაოდენ ადამიანები რაღაცნაირად კარგავენ იმ თვისებებს, არ მინდა აი რაღაცნაირად კიდე ვიკავებ თავს დაკნინებისგან, რაოდენ კნინდება ადამიანის დამოკიდებულებები, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი რაღაცა ჩაჭიდებული სკამისთვის 11 წლიანი ურთიერთობა აი ესე შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაანგრიო და ადამიანს ისეთი სიტყვები უთხრა, რომელიც აი ვერაფრით ვერ წაიშლება და აქვე მინდა დავამატო, რომ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თითქმის არ არის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ, ქონდეთ მათ ადაპტური გარემო და როდესაც მე ჩემი შრომით, ჩემი შესაძლებლობებით მოვიპოვე სამსახური და სრულიად ვადაპტირდი და მქონდა სურვილი, რომ ჩემი კომპეტენციის შესაბამისად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მქონოდა და მე მუშავა ზუსტად იმ კომპეტენციით, რაც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი. ამის საშუალება მე მერიაში არ მომეცა, ჩემი ორგანიზაცია არტარენათი ვახორციელებდი აი ამ პროექტებს, პარალელურად სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდი და იმის მაგივრად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელი შეუწყოს თბილისის მერიამ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სამსახურიდან მიშვებს, რის გამო
თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო, აზრის დაფიქსირების გამო და ეს არის დემოკრატია. ასე უნდა წავიდეთ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. აი წარმოუდგენელია ჩემთვის თუ კი ვთქვათ მათი დამოკიდებულება არის ის რომ ჩვენ კეთილდღეობით და ღირსებით მივდივართ ევროპისკენ. კეთილდღეობა და ღირსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დევნას არ ითვალისწინებს. კი ბატონო, ქაუტონ ნანიკო, იცით რა მინდა გკითხოთ და ანასთანაც მექნება მე იგივე შეკითხვა, ანუ აი თქვენ რასაც ყვებით ეხა ხო ისტორიას თუნდაც აი დამოკიდებულებას არ ვიცი ხელმძღვანელის მხრიდან ნამდვილად გეთანხმებით რომ ძალიან დამამცირებელი და შეურაცხყოფელია. რამდენად იყო თუნდაც არ ვიცი აი ემპათიის ნაწილი ანუ თქვენი კოლეგების მხრიდან ან რაღაცა თანამშრომლების მხრიდან რომ რაღაც უსამართლოდ აღმოჩნდით, აგერთვათ რაღაცა მუშაობის უფლება. იცით რა არის? მე მინდა ჩემი კოლეგების მიმართ დიდი სიყვარული დავაფიქსირო, ძალიან მიყვარს ყველა, იმიტომ რომ 11 წელი არ არის 2 დღე. მე მათთან ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული, ძალიან ბევრი და ლამაზი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ ერთად გავლილი, როგორც ადამიანური, ისე თანამშრომლობის მიმართულებით. ნამდვილად ყველა გულდაწყვეტილი იყო, ნამდვილად გამოხატავდნენ თანამშრომლები ემპათიას, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ჩემი უშუალო ხელმძღვანელების ეს გახლავთ ირაკლი ხუნწარიძე, მოვალეობის შემსრულებელი და ალბათ აწი დანიშნავს კახაკალაძე ხელმძღვანელად, იმიტომ რომ ხა ამდენი საგმირო საქმეს რო ჩაიდენ, კი უნდა დაიმსახურო უკვე უფროსის ასე ვთქვათ თანამდებობა და ეკატერინე ბილანიშვილი, რომელიც აბსოლუტურად გულგრილად მიუდგა ჩემს საკითხს. მინდა დავამატო ის რომ 10 მარტს იყო ეს სპეცოპერაციას ვეძახი მე რეორგანიზაციას და როდესაც გამომიცხადეს ეს რომ ხელფასი უნდა დამაკლდეს ვუთხარი იქვე გასაუბრება არ მჭყალებში გასაუბრებაზე ხელმძღვანელს რომ რატომ ხდება ასე პირიქით ველოდი დაწინაურებას და ანუ რა მივიღე მე ვცხოვრობ ქირით მაქვს დიდი საკრედიტო ვალდებულება 11 წელი ვმუშაობდი ჩემი შრომით მოპოვოს ნუ რა ვქნათ ასეა და შემდეგ ის რომ გაემართლებინა ჩემთან ყველაზე ახლოს მყოფ ხელმძღვანელს ეკატერინე ბილანიშვილს პირიქით მოხდა ანუ იმდენად დამამცირა იმდენად შეურაცხყოფილად მაგრძნობინა თავი რომ აი ვერ წარმოიდგენთ აქ მარტო სასწორზე დავდე ფაქტიურად ჩემი ცხოვრება იმის გამო რომ დავტოვე სამსახური და იცით რა მინდა გკითხოთ ქალბატონ ნანიკო ამ ნაწილსაც ამოვწურავ მაშინ თქვენთან აი ხმალაძესთან დაკავშირებით როდესაც გავიდა გუშინ რეპორტაჟი რომლის ფრაგმენტიც მაჩვენე და სხვადასხვა მე მახსოვს რომ ეს არ არის ნოდარის პირველი რეპორტაჟი ხმალაძის ქონებასთან დაკავშირებით ადრეც მოუმზადებია არ ვიცი თქვენ ახლა მერიაში მუშაობთ მით უმეტეს 11 წლის განმავლობაში და პირველ რას ვკითხოთ გაგიკვირდათ აი ეს კითხვა მე იმიტომ რომ აი თქვენზე უკეთ ახლა აი დარწმუნებული ვარ არავინ არ იცის თუნდაც აი შიდა სამზარეულოს დონეზე ერთია ვის რა ოფიციალური ანაზღაურება აქვს, მაგრამ მეორე აი მის იქით ვის რა რესურსი აქვს, რომ ფინანსური კეთილდღეობა თუნდაც რაღაცეების, არასწორი რაღაცეების ხარჯზე ნახოს. არა, აი მართლა არ მიკვირს, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, იმიტომ რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მომხვეჭელობით ეს ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად ის პერიოდი გამოიყენონ, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭონ და მართლა არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ასეა, ჩვეულებრივად ასეა, ჩემთვის ვთქვათ და აი ესეთი რიგითი თანამშრომლებისთვის, ვინც ვთქვათ მართლა ღირსეულად ვემსახურებთ ჩვენ საქმეს, ეს ჩვენთვის არის მხოლოდ ხელფასი, რომელიც დღეს მე წამართვეს ისიც, თორემ მათთვის ახლა ხელფასი არაფერს მას ახლა შემიძლია ვთქვა რომ თბილისის მერი იძახის რომ მე ჩემ ხელფასს არ ვიღებ სარეზერვო ფონდი მაქვს და აიმით ვეხმარები ადამიანებს. რომელი ხელით ეხმარები? ერთი ხელით რაღაცა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფ თანხას და ეხმარები და მეორე ჯიბე ისე გაქვს გასქელებული რომ არაფერი არ არის ეს ხო ფასადურია ხო? კი ბატონო. არ მიკვირს. კი ბატონო ანა